ჩემო ძვირფასებო და კარგებო, მოგესალმებით. მოდი ჩავწეროთ დღეს ასეთი გაშლა. საჯარო გაშლის თემა იქნება რას ფიქრობს რეალურად ის თქვენზე, პიროვნების რეალური ფიქრები თქვენზე. და ლაიქეთ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ შემდეგში არ გამოგცეთ ჩემი გაშლები, რომელსაც მე ავტვირთავ არხზე და ფიქრობ, რომ თქვენთვის ძალიან საინტერესოა ეს გაშლები. ამისთვის საჭიროა შეასრულოთ ეს ორი მანევრი, რაც მოგთხოვეთ და მოდით ახლა დავიწყოთ გაშლა, ხო? რეალურად რას ფიქრობს პიროვნება თქვენზე, ჩაიფიქრეთ სახელები, გვარები, დაბადების წლები, თვალსაჩინო და დავიწყეთ. let's go with it. აბა დავიწყოთ რას ფიქრობს პიროვნება რეალურად თქვენზე. როგორი ესეთი არკანებია თამამი. ცეცხლის სამიანი გვეუბნება, რომ თქვენს მიმართ ხედავს ეს პიროვნება პერსპექტივას, თითქოს მომავალსაც გეგმავს თქვენთან, რაღაცას ელოდება და ფიქრობს, რომ ურთიერთობა შეიძლება გაგრძელება კონტეს რეალურად და ძალიან სხვათა შორის პერსპექტიულად. შემდეგი არკანები მზეწლის რაინდ და ჰაერის ათიანი გვეუბნება, რომ ის ხედავთ როგორც სინათლეს, პოზიტივს და სიხარულს თავის ცხოვრებაში. ხომ ის გულში არის რომანტიკული ემოციები თქვენთან მიმართებაში და სურვილები. სიახლოვეს ხო წყლის რაინდიდან გამომდინარე, მაგრამ ჰაერის ათიანი გვეუბნება, რომ ამავე დროს მასში არის ტკივილები და ამ ტკივილების განცდა თითქოს რაღაც დასრულდა ან ძალიან მძიმე გამოცდილება გამოიარა თქვენთან მიმართებით, ხო? ან სხვა ვარიანტი რო ვიღოთ ახლა მის ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, რაღაცა პერიოდი, რაღაცა მდგომარეობა, რომელიც ძალიან ტკივნეულად და ტკივილიანად მთავრდება, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით გადასალახია და თქვენთან მიმართებაში ამ ყველაფრის შემდეგ, როცა დასრულდება ეს მისი ტკივილები და ეს მომენტები, სადაც ის ასრულებს დღევანდელობას, ასე ვთქვათ, დღევანდელ თავის რაღაც ცხოვრების ეტაპს ტკივილით და ძალიან დიდი მწუხარებით, შემდეგ თქვენთან გეგმავს, ასე ვთქვათ, ურთიერთობას და ხედავს კიდევაც ურთიერთობის პერსპექტივას. ხო, შემდეგი არკანები არის სარკე და ცეცხლის რაინდი. სარკე გვეუბნება, რომ თქვენ მისთვის ასე ხართ სულიერი ანარეკლი ხართ, ადამიანი, რომელშიც საკუთარ თავს ხედავს პიროვნება, მაგრამ ცეცხლის რაინდი გვიჩვენებს, რომ მისი ემოციები ხშირად ასე ვთქვათ იმპულსური შეიძლება იყოს, ხო, სწრაფი ცეცხლოვანი, მაგრამ ბოლომდე არასტაბილური. აი შეიძლება რაღაც მომენტში ძალიან ესე უცებ დიდი ვნები და ინტერესით ასე ვთქვათ შემოქანდეს თქვენ ცხოვრებაში და მე როგორც ცეცხლის კვერთხების რაინდი არის იგივე, ხო, ჩვევია, მე ისევ ესე კარგად იყავი, ცოტა ხანი გადაიკარგოს, მერე ისევ აითოს შემოქანდეს, მერე ისევ ჩაქრეს და ესე წამოვიდეს უკან და რაღაც ესეთი მდგომარეობები აქვს პიროვნებას, მოკლედ ცეცხლის რაინდიდან გამომდინარე. შემდეგი არკანი, ბოლო არკანი არის ცეცხლის 5 და გვიჩვენებს ეს არკანი, რომ თქვენთან მიმართებაში აქვს რაღაცნაირად შინაგანი ბრძოლები, შიდა ბრძოლები, კონკურენციის, ან თუნდაც დაძაბულობის განცდაც რო ავიღოთ, თითქოს მას წევს თავის აგზნებებთან ბრძოლა თქვენს გამო. ეს ადამიანი რეალურად თქვენზე ფიქრობს როგორც სიხარულისა და სინათლის, ესე ვთქვათ, ელემენტზე, მასში არსებობს რომანტიკული ემოციები და მიზიდულობები თქვენთან მიმართებაში, მაგრამ ამასთან ერთად არის, ესე ვთქვათ, ტკივილები, შიდა წინააღმდეგობები და თუნდაც, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ვთქვათ, მერყეობა, ხო, რაღაც შინაგანი ომების გამო აქვს რაღაც საქანელო მდგომარეობა მაინც თქვენთან მიმართებაში. თქვენ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ ცალსახად, თუმცა ასე ვთქვათ, მას უჭირს საკუთარი ზობების სწორად გამოხატვა. აი, სულ ეს არის ჩემო ძვირფასებო და კარგებო, რეალურად რას ფიქრობს ეს პიროვნება თქვენზე და მან რას არკანი ძალიან ისეთ ნათლად და კარგად გადმოსცემს ამ ყველაფერს და სხვათა შორის ძალიან მოკლე დროშიც ჩავეტიეთ ამ ყველაფერში. რაღაცნაირად ფიქრობ, მან არა იმდენად ფსიქოლოგიური ტაროა, რომ არ არსებობს, რომ რაღაცა პატარა დეტალით არასწორად თქვას, რაც არის ეს არის, ვინც ასე ვთქვათ, იცანით თქვენი თავი ამ გაშლაში და ვისთანაც ესე ამ გაშლის ენერგია ახლოს მოვიდა, გთხოვთ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი არხი და მუდმივად იყავით ჩემთან ერთად. რა თქმა უნდა, თუ თქვენ გაქვთ სურვილი, რომ მოისმინოთ ჩემი გაშლები და თუ გაინტერესებთ, რას გეტყვით ჩემი გაშლები თქვენ სიტუაციაზე ზოგადად. დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, მშვიდობიანი დღე გქონოდეთ, უფლისწავლობა არ მოკლებოდეთ ცხოვრებაში და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ მთელი გულით და სულით. კარგად იყავით.